შუა საუკუნეების შეიარაღება. შუა საუკუნეებში კაცობრიობა ევოლუციას განიცდის, მათ შორის საბრძოლო ტექნიკის და იარაღის მიმართულებით და ძირითადი საბრძოლო წარმოების მასალა რკინა და მისი შენადნობი ხდება. პოპულარულია შუბები, ხმლები და საბრძოლო ცულები. ნელ-ნელა სამხედრო აღჭურვილობა უფრო მრავალფეროვანი გახდა და სხვადასხვა სახის ამჯარი თუ ბრძოლის იარაღები გაჩნდა. დაიხვეწა ჯაჭვის პერანგიც, რომელიც განსაკუთრებით პოპულარული იყო მე-5-13 საუკუნეებში. მისი წონა დაახლოებით 12 კილოგრამს შეადგენდა, ხოლო რაინდის სრული აღჭურვილობა 25 კილოგრამამდე აღწევდა. ჩნდება დენთიც, რომელიც ჩინეთში გამოიგონეს. ამან პრიმიტიული ცეცხლსასროლი იარაღი, ცეცხლოვანი ისარი გააჩინა. გამოჩნდა პირველი პრიმიტიული ბომბებიც. 960-დან 1279 წლების პერიოდში, სონგის დინასტიის მმართველობისას. ცეცხლსასროლი იარაღის ტექნოლოგია პირველად ეგვიპტელმა ჯარისკაცებმა გამოიყენეს აინჯალუტის ბრძოლაში 1260 წელს. ცეცხლოვანი ისრის ევოლუცია, დენთის რევოლუცია. შუა საუკუნეების შემდგომი პერიოდიდან საბრძოლო მოედანზე ცეცხლოვანი ისრის ევოლუცია ხდება და არენაზე დენთი ჩნდება. დენთი გამოტყორცვნის პოტენციალის მქონე ფეთქებადი ნივთიერებაა. მისი წვა განპირობებულია სითბოს გადაცემით შრიდან შრეზე და მდგრადია გარეწნების ფართო ინტერვალში. ნარევიანი იგივე შავი დენთი შედგება საწვავისა და დამჟანგველისგან. სწორედ მასთან არის დაკავშირებული არტილერიის განვითარება. ასეთი იარაღს შეეძლო როგორც უამრავი მეომრის განადგურება, ისე აქამდე აუღებელი ციხესიმაგრეების ნანგრევებად ქცევა. მე-18 საუკუნემდე ძირითადად დენთის მონაპოვარის განვითარება ხდებოდა. გამოჩნდა ყუმბარები, თოფები, რომლებიც უფრო სწრაფად და შორს ისროდნენ. შემდეგ გაჩნდა დენთი, რომელიც კვამს არ ტოვებდა. გასროლისთანავე არ ჩნდებოდა გაზის მხრჩოლავი კვამლი. მეომრებს შეეძლოთ უფრო მობილურები ყოფილიყვნენ. ესროლათ ზედმეტი კვამლის გარეშე და შეუმჩნევლად შეეცვალათ პოზიცია. თუმცა ეს არაფერი იყო იმასთან, რასაც ინდუსტრიული რევოლუცია გეგმავდა.